სულ რამდენიმე წუთის წინ ისმოდა შეძახილებით თბილისის ქუჩებში სოლიდარობა დოის ჩვენ ახლაც ხელოვანებთან ერთად ვიმყოფებით ისინი მიემართებიან სწორედ კულტურის სამინისტროსთან სადაც საპროტესტო აქცია უნდა გაიმართოს ჩვენ გვექნება ახლა შესაძლებლობა გავისაუბროთ მსახიობებს უფრო მეტი თავად გითხრა რა სათქმელით მიდიან დე-ფაქტო კულტურის მინისტრთან დავით ბეშიტაშვილთან დავიწყებთ საუბარს დათო პირდაპირ ეთერში ვართ გითხარით რა სათქმელით მიდიხართ კულტურის დე-ფაქტო მინისტრთან იმ გადაწყვეტილების მერე რომელიც მოისმინეთ მისგან სათქმელი არის ის რომ რეაქცია უნდა ჰქონდეს ნებისმიერ უსამართლობაზე რაც უფრო და უფრო ხშირი და უფრო უსინდისო ხდება თორემ დიდათ ახლა იმის იმედი მე პირადად არ მაქვს რომ ეს მსვლელობა რამე შეცვლის მაგრამ რეაქცია გვაქვს რაც თავარია და მე კიდე უნდა უთხრათ ეხლა ჩემთვის პირადად დიდ ინტერესს არ წარმოადგენს თიკა რუხაძე ან ვინმე ნებისმიერი ამათი ჭანჭიკი მაგრამ იმ ჭანჭიკსაც ალბათ უნდა ვისქნა რა მიანიშნო რომ არ არის ეს ღირსეული საქციელი არც იმ შემთხვევაში თუ რაიმე შურის მაძიებლური ისეთი გრძნობები გამოძრავებ და არც ამ შემთხვევაში და არც იმ შემთხვევაში თუ ვიღაცა გეუბნება რომ ესე გააკეთე და აკეთებ მინისტრი როცა ხარ. რა ვიცი, ეს მაინც გაიგოს. ბიძინა ივანიშვილის დაკვეთა შეასრულა. ვისი დაკვეთა შეასრულა? ანუ რა დამიანიშნებთ როცა ამბობთ რომ ვიღაცის დავალება. მივანიშნებ იმას რომ მიზეზი რომელიც არ უნდა იყოს უღირსია. უღირსი და არასწორი. მადლობა. თქვენ უსმენთ დავით ბეშიტაშვილს, გიორგი ქავთარაძესთან გავაგრძელებ. ფაიმე თავარდქილაძე მაპატი რეჟისორი გიორგი თავარდქილაძე იმყოფება ჩვენთან ერთად. აქ შეკრებილი ადამიანები ამბობენ, რომ ბრძოლის და ერთობის გარდა სხვა გზა არ გვაქვს, რადგან სხვა სამშობლო არ გვაქვსო. მე არ მომისმენია გუშინ თქვენი შეფასება დოის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ბრძოლის რა ეტაპზე გადადიხართ ახლა ხელოვანები? საერთოდ ეს ეთერში არ მithქვამს ჩემი შეფასება, იმიტომ არც იყო პრინციპში მიზანშეწონილი ეთერში გამეჟღერებინა ეს შეფასება რაც დოის გაშვებას მოყვა ჩემი მხრიდან, მაგრამ კორექტულად რო ვთქვა, რა თქმა უნდა ეს არის მოსალოდნელი და ამ ყველაფერს ისინი ასრულებენ აი იმ ჩვენი კოლეგების ხელით სამწუხაროდ ვინც აი ნელთბილად თითქოს თან უნდაც გვაჩვენონ რომ ჩვენ ხარესაც არიან, მაგრამ სინამდვილეში სისტემაში მუშაობენ. ეს ხალხი არის სინამდვილეში ის ვინც შეეწირება აი ამ პროცესს ყველაზე ცუდად რა, იმიტომ რომ ჩვენ გავიმარჯვებთ, ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს. ჩვენ ვიცით რომ სიცოცხლე ჩავდეთ აი ამ ბრძოლაში და გამარჯვებისთვის რა. ამიტომ ეს ბრძოლა გამარჯვებით აუცილებლად დასრულდება, იმიტომ რომ ჩვენ ვართ უმრავლესობა მოსახლეობის. აი იმ ხალხს მინდა მოუწოდო თქვენი ეთერით, რომლებიც სისტემის საქმეებს დღემდე ასრულებენ, რომ ვერ მოახერხებთ სვალებში ჩავხედოთ ის მომენტი, როცა დადგება, როდესაც საქართველოს დაუბრუნდება კონსტიტუციურ ჩარჩოებს და ამაზე იფიქრეთ რა, იმიტომ რომ ჩვენ ამ წამს თქვენი დახმარება კრიტიკულად არ გვჭირდება. თქვენ თავზე იფიქრეთ უბრალოდ სად იქნებით და როგორ იქნებით მერე. დიდი მადლობა გიორგი თავარდქილაძეს უსმენთ თქვენ პირველების ეთერში. ახლა ჩვენ ირაკლისთან გავაგრძელებთ საუბარს და თან პარალელურად გესმით შეძახილები, რომელიც ისმის სწორედ თბილისის ქუჩებში ამ წუთებში ხელოვანები მიემართებიან სწორედ კულტურის სამინისტროსკენ, რადგან კულტურის სამინისტრო არის პირველი გაჩერება და საპროტესტო აქციაც სწორედ იქ ჩაინიშნა. რა გინდათ უთხრათ თიკა რუხაძეს? ჩვენი სათქმელი არის ის, რომ ეს ქმედებები, ეს ყველაფერი, რომელიც ემსახურება ერთ მიზანს, რომ ჩაახშონ ჩვენი ხმა ჩვენი სათქმელი არის ეს რომ არ ვაპირებთ გაჩვენებას და სანამ ერთი ადამიანი მაინც იარსებებს რომელიც ეჭქვეშ დააყენებს მათ ლეგიტიმაციას და მათ ქმედებებს ეს ბრძოლა არ გაჩერდება და აი ეს არის ჩვენი სათქმელი. არ ვიცი გაქვთ თუ არა მოსმენელი, სულ ცოტა ხანში მაყურებელი მოისმენს კახა კალაძის განცხადებას, მან თქვა რომ შტაბ-ეჭვდება რჩება რომ დავით დოიაშვილს უნდა პოლიტიკაში. არანაირი შტაბ-ეჭვება არ რჩება, ეს არის მისი ამომრჩევლისთვის მოტყუებული რაღაცა ის რომ ყველა ადამიანი თუ ადამიანს აქვს აჯერებს თავის ამომრჩეველს რომ ადამიანს არ შეიძლება ქონდეს პრინციპები და ადამიანი თუ მოქმედებს აუცილებლად რაღაცისთვის მოქმედებს ამ პოზიციისთვის ან ფულისთვის და ან რაღაცის არ ამგონია მე რომ ეს ვინმე დაიჯეროს და დოიაშვილი არ აპირებს პოლიტიკაში მოსვლას ეს თავის საქმეში თავის საქმის ერთგული რჩება
და ეს რაღაცა ტყუილი და ეს სურვილი რო აქიან რაღაცა საქმე შეკერონ არის აბსოლუტურად უსუსური ქმედება. დიდი მადლობა ირაკლი კვერიკაძეს უსმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში. სულ რამდენიმე წუთში იქნებიან კულტურის სამინისტროსთან ხელოვანები, მსახიობები, რეჟისორები. დღეს ისინი შეიკრიბნენ თეატრალურ უნივერსიტეტთან, სადაც სტუდენტებმა გააკეთეს განცხადება რეპრესიებთან დაკავშირებით. ისაუბრეს თქვენს რომ სახელოსნოს დაკეტვა მათთვის არის მიუღებელი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი იყო იქ დასაქმებული, გარდა ამისა ისინი დგამდნენ პიესებს და არგუმენტები, რომ თითქოს არაფერს არ აკეთებდნენ სახელოსნოში. სტუდენტებისთვის არის მიუღებელი. ჩვენ შეგვიძლია ახლა მოვისმინოთ სწორედ ეს განცხადება, რომელიც ახალგაზრდებმა რამდენიმე წუთის წინ თეატრალურ უნივერსიტეტთან გააკეთეს. ლიკვიდირებულია საქართველოში ერთადერთი დამოუკიდებელი შემოქმედებითი და საგანმანათლებლო სივრცე დრამატურგებისთვის და ეს ზოგადად სივრცეების გაქრობის მცდელობაა, სადაც ადამიანები ცდილობენ სიტყვით და ქმედებით მოიხელთონ ხელოვნების სოლიდარობის ძალა, რეალობის კრიტიკული გააზრების შანსი და საკუთარი ამბების გადმოცემის საჭიროება. დახურეს ასეთი მნიშვნელოვანი სივრცე ისე, რომ არც კი იფიქრეს დასაქმებული ადამიანების და მიმდინარე სტუდენტების ბედზე. დახურეს მაშინ, როცა ყველაზე მეტად გჭირდებოდა ერთმანეთის დანახვა. როცა წელიწადნახევრიანი შრომის შემდეგ უნდა გამოვჩენილიყავით და გვეჩვენებინა, რაც გავაკეთეთ. ყველამ ვიცით ამ აქტის მიზეზი, რომ იგი სადამსჯელო ღონისძიებაა, რომ მას აქვს პოლიტიკური მიზანი, თუმცა არაოფიციალურ მიზეზად სახელდება, რომ თითქოს ამ დროის მანძილზე არც ერთი პიესა არ დაწერილა. ამ ტყუილთან საპასუხოდ გეტყვით, რომ ძალიან მალე წაიკითხავთ ჩვენს არც ერთ პიესას და ნახავთ, რას ვაკეთებდით ამ დროის განმავლობაში და თუ ვინმეს ამის მიუხედავად დარჩება კითხვის ნიშნები, კიდევ უფრო ნათელი გახდება, როგორ და ვისთვის მუშაობს სისტემა და რატომ მართალი ადამიანების საპირისპიროდ. ბოლომდე თავისუფლება რეჟიმის ტყვებს, სოლიდარობა, დოის ეს არის შეძახილები, რომელიც ისმის ახლა თბილისის ქუჩებში და უკვე კულტურის სამინისტროს უახლოვდებიან აქციის მონაწილეები. მე მინდა რომ ვიდრე განცხადებებს მოგასმენინებთ და დამატებით და თან გაჩვენებთ, რომ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები უკვე მობილიზებული არიან კულტურის სამინისტროსთან. მაყურებელს მოვასმენინოთ კახა კალაძის განცხადება თბილისის იმ მერის, რომელსაც სხვათა შორის წლების წინ დავით ოიაშვილი თავად უჭერდა მხარს, მისი დიდი მხარდამჭერი იყო. დღეს კი კალაძე ამტკიცებს, რომ ოიაშვილს პოლიტიკაში უნდა მისი შეფასებით მოსვლა და მისი აქტიურობა სწორედ ამას უკავშირდება. კახა კალაძეს ჩვენ დღეს ვკითხეთ, თუ აქვს ინფორმაცია დაკავებულ მსახიობებთან დაკავშირებით, დაკავებულ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძესთან დაკავშირებით და მათ თქო რომ საერთოდ არ იცის რა პრეტენზია აქვს მსახიობებს ამ მიმართულებით და კარგად არ იცნობს საერთოდ ამ თემას. ნახოთ კახა კალაძის განცხადება, შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი აქ მყოფ ადამიანებთან. განსხვავებული აზრი შეიძლება კონდეს ნებისმიერ ადამიანს, ხო? უამრავი ადამიანი არის მაგალითად ჩემთანაც ხო მერიაში, ვისაც აქვს განსხვავებული მოსაზრებები პოლიტიკურ საკითხებზე. შეუძლებელია ყველას ერთნაირი მოსაზრება და დამოკიდებულება კონდეს. რაც შეეხება მის მოხსნას, ახლა მე საფუძველი არ ვიცი რა იყო ამის, თუმცა რასაც უყურებ ახლა ბოლო თვეების განმავლობაში, ახლა თუ ოიაშვილს უნდა პოლიტიკაში შემოსვლა, ეს შეუძლია გადადგას ნაბიჯი და გააკეთოს და მიიღოს გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით, ხო? თუ ხარ იქ, სადაც ხარ, მაშინ უნდა იმუშაო და მიხედო იმ კონკრეტულ მიმართულებას. მათ ჰქონდათ პროტესტი ამ თეატრის მსახიობის დაკავების გამო. ნახეთ, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჰქონდეს პროტესტი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენ პირობითად არ იმუშაო, ხო? არ გააკეთო შენი გასაკეთებელი. თიკა რუხაძეს იცავს ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები. თქვენ ჩემს ზუგს უკანაც ხედავთ, რომ სწორედ პოლიციელებს აქვთ გამაგრებული კულტურის სამინისტროს ცენტრალური კარი შესასვლელი და მთელს პერიმეტრზე კულტურის სამინისტროსი სწორედ ძალოვანი უწყების თანამშრომლები დგანან. კულტურის მინისტრი ასე ხვდება ხელოვანებს, ასე ხვდება მსახიობებს, ეს მისი გადაწყვეტილება. გიგა დათიაშვილი არის ჩვენთან ერთად. გიგა, როგორი არის თქვენი რეაქცია პირველ რიგში? მოხვედით კულტურის სამინისტროსთან, მართალია დე-ფაქტო კულტურის მინისტრთან, თუმცა ის ხვდებათ ძალოვნებით გარშემორტყმული. ძალიან ის არის, რა ქვია, გასაგები არის ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ჩვენ ახლა კულტურის სამინისტროსთან მოვედი და აქ კიდე გასაგები არის, რომ პოლიცია დგას, იმიტომ რომ მაინც სამინისტრო არის. თეატრალურ უნივერსიტეტში მიიყვანეს პოლიცია, სტუდენტები დააჯარიმეს 5000 ლარით და რექტორმა
პოლიციური ძალებით დაუწყო სტუდენტებს ლაპარაკი და არ ვიცი, აღარაფერი აღარ გვიკვირს ამათი. ეს არის პოლიციური რეჟიმი, დამთავრდა პოლიციას ამოფარებული, არალეგიტიმური წარმომადგენლები არიან ესენი და ახორციელებენ რეპრესიებს. ვიტყვით აი ამ რეპრესიებზე, რომელიც წამოწყებული აქვს კულტურის სამინისტროს და მთავარი სამიზნე ხართ ხელოვანების. რა უნდა გითხრათ, ეხლა ეს არის ის, რომ უკვე სისტემა არის მორყევის ზღვარზე და მაქსიმალურად ცდილობენ, რომ რაღაცნაირად განსხვავებული აზრი ჩაახშენ. თუმცა მეხუთე კლასის მასალა არის ფიზიკაში. ეს რომ რაც მეტია ზეწოლა, მით მეტია წინააღმდეგობა. ეს არის ფიზიკის კანონი. რაც მეტად დაგვაწვევიან, მეტად წინააღმდეგობას გავუწევთ ჩვენ. ამიტომ ნელ-ნელა ირყევა სისტემა, ეს არის ზუსტად იმის მანიშნებელი, რომ ესე იგი აწუხებდათ დოის მანიფესტი, ესე იგი აწუხებდათ ჩვენი ხმაური და ამის გამო არის ის, რომ ეხლა ხდება ის, რაც ხდება და გრძელდება რეპრესიები ჩვენზე. გიგა გივიკო ბარეთაშვილი არის ჩვენთან და გივიკო თქვენ ახალი თეატრის დასის წევრიც ხართ და ჩვენ თქვენი განცხადება მოვისმინეთ რომ დოი დარჩება, მას არ უშვებთ, როგორ აპირებთ რომ დაიცვათ დოი და თეატრი როგორ აპირებთ რომ თქვენი დასი გადაარჩა? ისე რა პირველ რიგში ვიტყვი იმას რომ მე დღეს ახალი თეატრი ჩემთვის პირადად წარმოუდგენელია ამ ადამიანის გარეშე, დოის გარეშე. ეს ნიშნავს იმას რომ ან ვიქნები ამ თეატრში დოისთან ერთად, ან არა და წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი სხვა სამხატვრო ხელმძღვანელის თუ მმართველის პირობებში მე ვიქნები აბსოლუტურ წინააღმდეგობაში და დაუმორჩილებლობაში მასთან. არ დავემორჩილებ არც ერთ გადაწყვეტილებას და საბოლოო ჯამში ისე მოხდება ან ჩემით მომიწევს თეატრიდან წამოსვლა, ან ძალით გამომიშვებენ. ჩვენი ვალია რომ დღეს ვიყოთ ამ ადამიანის ერთგული, იმიტომ რომ მე ამ ადამიანმა მიმიყვანა ამ თეატრში, ჩემთვის ახალი თეატრი დაიწყო ამ ადამიანთან ერთად და თუ დასრულდება დოისთან ერთად. მე ვიქნები ბოლომდე ამ ადამიანის ერთგული. ბევრი ადამიანია დასში თუ გამიგე. მე სხვის მაგერად ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ დასში არის ერთიანობა, მე ამ ეტაპზე ეხლა ვლაპარაკობ ჩემი სახელით. მადლობა. თქვენ უსმენთ გივიკო ბარეთაშვილს, მაშასე ასეთი არის ვითარება კულტურის სამინისტროსთან, სადაც სულ რამდენიმე წუთის წინ მოვიდნენ კულტურის სფეროს წარმომადგენლები, საპროტესტო აქცია დაიწყება რამდენიმე წუთში, აქ სავარაუდოდ მიმართავენ აქ შეკრებილი ადამიანების სიტყვითაც გამომცემლებს ეცდებიან ხმა გააგონონ კულტურის დე-ფაქტო მინისტრს.